მადლობა ჩვენს ღმერთს და ჩვენს უფალს. შეგიძლიათ გადაშალოთ ლუკას სახარება 22 თავი. კითხულობ მე-14 მუხლიდან. მაშასე ლუკას სახარება 22 თავი მე-14 მუხლიდან მე-20 მუხლის ჩათვლით. როცა მოაღწია ჟამმა დაჯდა იგი. ამ ლაპარაკია უფალი იესო ქრისტეზე. და მოციქულებიც მასთან ერთად. უთხრა მათ, სურვილით მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასუხი ჩემი ტანჯვის წინ. რადგან გეუბნები თქვენ, რომ აღარ ვჭა მას, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სასუფეველში. აიღო სასმისი მადლის შესწირა და უთხრა მათ, მიიღეთ და გაიყავით ერთმანეთს შორის, რადგან გეტყვით თქვენ, ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან, ვიდრე არ მოვა ღვთის სასუფეველი. აიღო პური, მადლის შესწირა, დატეხა, დაურიგა მათ და უთხრა, ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონრად. დღეს დიდი ხუთშაბათია. ნების კვირეულის მეხუთე დღეა. მოგეხსენებათ თითოეულ დღეს ქონდა საოცარი დატვირთვა. დაწყებული ორ შაბათიდან, სამ შაბათი, ოთხ შაბათი და დღეს ხუთშაბათი. რადგანაც ყოველი დღის ის საქმე, რომელსაც ჩვენი უფალი იესო ქრისტე ახორციელებდა, დაკავშირებული იყო მამაზე ციერის ნების აღსრულებასთან. მოდი დღეს გავიხსენოთ, რა გააკეთა ხუთშაბათ დღეს, რომელსაც უწოდებთ დიდ ხუთშაბათს. რა გააკეთა ხუთშაბათ ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ. სახარებაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ აი დღეს, რომელსაც ქვია ხუთშაბათი დღე, ქრისტე ლოცულობს პეტრესთვის. რათა მისი წმენა არ დაირიოს. და ჩვენ ვკითხულობთ, რომ არა მარტო პეტრესთვის ლოცულობს ქრისტე, არამედ არიგებს თავის მოწაფეებს სხვადასხვა საკითხებში და სხვადასხვა სფეროში. და სწორედ აი ამ დღეს აწესებს ჩვენი უფალი იესო ქრისტე წმინდა ზიარების მსახურებას. და ეს წმინდა ზიარების მსახურება უნდა შესრულდეს, როგორც უკვე ჩვენ წავიკითხეთ და ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ გააკეთა ეს განცხადება, ეს წმინდა ზიარების მსახურება უნდა შესრულდეს ამ მიწაზე, მანამ არ დაბრუნდება ამ მიწაზე მეორეჯერ ჩვენი უფალი იესო ქრისტე. მანამდე ეკლესია აღასრულებს ამ წმინდა ზიარების მსახურებას. ესე იგი წმენის ეს წმინდა ზიარების მსახურება შესრულება ეკუთვნის ყველა დროში მყოფ ქრისტიანებს, არა მარტო პირველ საუკუნეში, არამედ ყველა დროში. დღეს ქრისტეს შობიდან მოგეხსენებათ ვიმყოფებით 2025 წელში. უკვე მრავალი წელი და საუკუნე გავიდა, რაც ეს მსახურება დააწესა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და დღევანდელ დღემდე ეკლესია ასრულებს აი ამ წმინდა ზიარების მსახურებას. და დღეს ჩვენც ღმერთის შვილებმა შევიკრიბეთ, ვიხსენებთ რა გააკეთა ამ დღეს ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენც გვეძლევა შესაძლებლობა, რომ მივიღოთ მონაწილეობა აი ამ წმინდა მსახურებაში, როგორც თლიანი ქრისტეს სხეულის პატარა ნაწილმა. იმიტომ ეკლესია ეს არის
ქრისტეს სხეული მთლიანობაში. ჩვენ ვართ აი ამ სხეულის ნაწილი. ჩვენ როგორც ქრისტიანები ყოველთვის დიდი მოგრძალებით და სიყვარულით უნდა ვღებულობდეთ ის, რაც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ შემოგთავაზა. და შეიძლება დაებადოს ადამიანს კითხვა, რატომ? პირველი, ეს იმიტომ, რომ თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ დააწესა ეს წმინდა ზიარება და მეორე, ეს იმიტომ, რომ ეს მსახურება, რომელსაც ქვია წმინდა ზიარების, არის მნიშვნელოვანი მსახურება. იქიდან გამომდინარე, რომ ქრისტემ თქვა, ეს არის თქვენთვისო, ანუ ჩვენთვის, ეკლესიისთვის, ქრისტეს მიმდევრებისთვის. ესე იგი, ეს შენთვის და ჩემთვის არის. აქაც შეიძლება დაგვებადოს კითხვა, რატომ არის ჩემთვის და რატო არის შენთვის? ეს იმიტომ, რომ როცა უფალმა იესო ქრისტემ თქვა, რომ ეს თქვენთვის არის, აი აქ ჩანს მისი მზრუნველობა. მისი ეკლესიის მიმართ, თითეული მორწმუნეების მიმართ. მან წინასწარ იცის, რომ ჩვენ საჭიროებთ ისეთ, რომელიც არ შეუძლია მოგცეს ქვეყნიერებას. ჩვენ საჭიროებთ ისეთ საჭმელს, რომლის მიცემა არ შეუძლია თვით შენთვის ახლობელ ადამიანსაც. ჩვენ საჭიროებთ სიცოცხლე, ჩვენ საჭიროებთ განკურნებას, ჩვენ საჭიროებთ ძალას და იესომ თავის სხეულზე და თავის სასმელზე თქვა, რომ ეს არის ნამდვილი ჭეშმარიტი საჭმელი და ეს არის ნამდვილი ჭეშმარიტი სასმისი. ჩვენ საჭიროებთ ყოველთვის, როგორც ღვთის შვილები, შემწეობას და ნუგეში, იმიტომ რომ ამ მიწაზე ადამიანს მოუწევს სხვადასხვა სფეროში გადალახვა წინააღმდეგობებს და ბარიერებს. იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ ცოდვილ მიწაზე და ცოდვილ მიწაზე ცხოვრება არ არის ადვილი ცხოვრება. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ის ჩვენს ცხოვრებაში არის და მოგვეცა მადლი, რომ ის ჩვენი მამა არის და ჩვენ მისი შვილები ვართ. შეიძლება ვინმე თქვას, რატომ საჭიროა ჩვენ განა არა გვაქვს, რატომ საჭიროა საჭმელს ან სასმელს, განა არა გვაქვს ჩვენ სახლებში საჭმელი, არა გვაქვს სახლებში სასმელი, ხო ჭამთ და ხო სვამთ. რა თქმა უნდა, გვაქვს ღმერთის წყაროები, მაგრამ აქ სულ სხვა საჭმელზე და სულ სხვა სასმისი არის ლაპარაკი. ის საჭმელი, რომელიც ჩვენ გვაქვს და ის სიცოცხლე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ამ მიწაზე, სამწუხაროდ ადამიანის ცოდვის გამო, ანუ ჩვენ სიცოცხლეზე მაქვს ლაპარაკი, დაშორდა ღმერთს. და ეს მიწიური საჭმელი ვერ ავსებს ჩვენ სიცოცხლეს. რაც არ უნდა ვჭამოთ, მეორე დღეს კვლავ ჩვენ ჭირდება საჭმელი. კვლავ ჩვენ ჭირდება სასმისი. მაგრამ ღმერთმა ისე შეგვიყვარა, ჩვენ ვკითხულობთ სახარებაში, რომ მოავლინა ჩვენთვის თავისი მხოლოდშობილი ძე იესო ქრისტე, რომლის მეშვეობითაც გვთავაზობს ახალ საჭმელს, გვთავაზობს ახალ სასმისს, რათა ადამიანმა მიიღოს ის და აივსოს მისი საჭიროება. ამიტომ ძვირფასნო დებო და ძმებო, ყოველთვის, როდესაც ჩვენ ღებულობთ აი ამ წმინდა ზიარებაში მონაწილეობას, შევახსენოთ საკუთარ თავებს და ერთმანეთს, ვინ ვარ ჩვენ, საიდან მოვდივართ. ჩვენ ვართ ადამიანი, შექმნილი ღვთის ხატად და შექმნილი ღვთის მსგავსად. ჩვენ მოვდივართ ადამიანისგან, ამიტომაც ვართ სოდვილი ღმერთის წინაშე და როგორც სოდვილი ჩვენ საჭიროებთ განსაკუთრებულ, განსხვავებულ საჭმელს, ზეციურ საჭმელს. და ეს ზეციური საჭმელი, რომელსაც ჩვენ საჭიროებთ,
რომელიც საჭმელიც დაკარგა ცოდვის გამო ადამიანმა, ეს საჭმელი რომ მიიღოს ადამიანმა, მას ჭირდება მიიღოს უპირველეს ყოვლისა უფალი იესო ქრისტე. აი ამისათვისაც ჩამოვიდა უფალმა იესო ქრისტემ ამ მიწაზე, რათა ჩვენ გქონდეს შესაძლებლობა, რომ ჭამოთ, ანუ აივსოს ჩვენი სიცოცხლე ამ საჭმლით და გქონდეს კარგი მომავალი. ჩვენს მიერ წაკითხულ ტექსტში ქრისტე ლაპარაკობს თავის სხეულზე და თავის სისხლზე, როგორც ჭეშმარიტ საჭმელზე და როგორც ჭეშმარიტ სასმისზე. რაზე მიგვანიშნებს ეს განაცხადი, რომელიც გააკეთა ქრისტემ იმ დროს მოწაფეებთან. ამ ადგილას ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ღვთის სიყვარული და მზრუნველობა. სად შეიძლება და სად ჩანს აქ მზრუნველობა და სიყვარული? აი ამ განაცხადში იქიდან ჩანს სიყვარული, როდესაც ის თავაზობს საკუთარ თავს, რათა ჩვენ ვიცოცხლოთ. წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ ვიცოცხლოთ, ჩვენ რომ მივიღოთ ჭეშმარიტი სასმისი და ჭეშმარიტი საჭმელი და სასმისი, უფალი იესო ქრისტე თავაზობს თავის საკუთარ სხეულს და სისხლს და ამაში განა არ ჩანს რაოდენ დიდი სიყვარული გააჩნია თითოეულ ჩვენთაგანის მიმართ, რომ ის ზრუნავს თითოეულ ჩვენთაგანზე, განა ამაში არ ჩანს მისი მზრუნველობა და სიყვარული, როდესაც ის გვთავაზობს თავის სხეულს და თავის სისხლს. ის გვთავაზობს იმიტომ, რომ ჩვენ ვიცოცხლოთ და ჩვენ გქონდეს საუკუნო მარადიული სიცოცხლე. ფილიპეთა წერილის მეორე თავში მოციქული პავლე ლაპარაკობს, რომ იესო ქრისტე, რომელიც იყო ღვთის ხატება, მიიღო ჩვენს გამო მონის ხატება, წარმოიცარელა თავი, გახდა კაც და მსგავსი და შესახედაობით კაც და ემსგავსა. ამიტომაც ღმერთმა აღამაღლა ოიგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელიო. ამგვარად წმინდა ზიარების მსახურების დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ეს უბრალო მსახურება კი არ არის. ეს მსახურება ქრისტემ დააწესა თავისი ეკლესიისათვის, პირველი. და მეორე, ეს არის ჩვენთვის, ღვთისშვილებისათვის, ეკლესიისათვის, მორწმუნეებისათვის, სადაც ჩანს ღმერთის სიყვარული და მზრუნველობა ჩვენდამი, რომ ჩვენ ვიცოცხლოთ. და მესამე, როდესაც ქრისტე საკუთარ სხეულს და საკუთარ სისხლს თავაზობს, ამით არა მარტო მიგვანიშნებს სიყვარულზე, არამედ ის იმ დიდ საიდუმლოებაზე მიგვითითებს, რომლითაც ჩვენ ვღებულობთ ახალ სიცოცხლეს. მისი გაკეთებული განაცხადი არის ღვთისნების გაცხადება და არ არის სხვა ალტერნატიული გზა, რომლითაც შეგვიძლია სიცოცხლის მიღება. ანუ ქრისტეს მეშვეობით გვეძლება ჩვენ მარადიული სიცოცხლე. ღმერთმა აირჩია ერთი ჭეშმარიტი გზა ჩვენთვის სიცოცხლის მოსანიჭებლად და ეს გზა არის თავისი ძე იესო ქრისტე. თავის ძის იესო ქრისტეს გაღებული სხეულით და გაღებული სისხლით. ხოლო ქრისტეს სხეულით მოგვეცა ჩვენ ზეციური პური. იესომ თქვა, ჩემი სხეული არის ნამდვილი ჭეშმარიტი საჭმელიო. და მისი სისხლით მოგვეცა ზეციური სასმისი. იესომ თქვა, ეს არის ნამდვილი ჭეშმარიტი სასმისიო. ეს არის ის, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ მივიღოთ ღვთისშვილება, მივიღოთ ეკლესიამ სიცოცხლე. ეს სიცოცხლე მხოლოდ ღმერთს შეუძლია მიცეს ადამიანს და არა სხვა ვინმეს. ამით სულიწმინდა გვიცხადებს ქრისტეს განსაკუთრებულ პიროვნებაზე, რომ ის არ იყო ჩვეულებრივი, უბრალო
მოკვდავი ადამიანი. ვინაიდან ჩვეულებრივ მოკვდავ ადამიანს არ შეუძლია მოქცეს ისეთი პური და ისეთი სასმისი, რომელიც იძლევა საუკუნო სიცოცხლეს. მაგრამ ჩვენი უფალი იესო ქრისტე, ღვთის ძე, რომელმაც შემოგთავაზა საკუთარი სხეული და შემოგთავაზა საკუთარი სისხლი, არის განსაკუთრებული პიროვნება. ის არის ზეციდან ჩამოსული. რაც მიგვანიშნებს, რომ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც გახდა ამ მიწაზე ხორცი, როგორც მოციქული პავლე ამბობს, დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო, ღმერთი გამოჩნდა ხორცშიო. აი ასეთ უცოდველ სხეულს და უცოდველ სისხლს შეუძლია სიცოცხლის მონიჭება კაცობრიობისათვის. სწორედ ეს იყო იმ დროისათვის, ზოგიერთებისათვის, როცა ესმოდათ ქრისტეს სიტყვები გაუგებარი და დღესაც იგივე შეიძლება გამიორდეს, თუ ვერ დავინახავთ ქრისტეში უფრო მეც, ვიდრე მარიამის და იოსების შვილს. ის უფრო მეტია, ვიდრე მარიამისა და იოსების შვილი. ის არის ხორცში მოსული ღმერთი და ის გახდა ჩვენი მხსნელი. ღმერთი გამოჩნდა ხორცში, როგორც ჩვენ გავიმეორეთ მოციქული პავლეს წერილებიდან. გამართლებული იქნა სულში, დანახული იქნა ანგელოზების მიერ, ნაქადაგები იქნა წარმართებში, მიღებული იქნა სოფელში რწმენით და ამაღლდა დიდებაში. ეს არის ლაპარაკი ჩვენ უფალ იესო ქრისტესზე. მადლობა ღმერთს, იესო ქრისტე, ღმერთის ძე, განკაცდა და თავისი ნებით ჯვარზე მოიტანა თავისი სხეული და სისხლი, რათა ჩვენ ქონოდა შესაძლებლობა, რომ მიგვეღო ჭეშმარიტი საჭმელი და ჭეშმარიტი სასმისი ჩვენს გადასარჩენად, ჩვენს გამოსასყიდად, ჩვენს განსაკურნებლად და ჩვენთვის საუკუნო სიცოცხლის მოსაცემად. იესო ქრისტე არის წყარო საუკუნო სიცოცხლე, ანუ ის მისგან მოედინება ეს ადამიანისათვის. ამიტომ მოდით დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ, როგორც ყველა დროში მყოფი ქრისტიანები იხსენებდნენ, დღესაც ჩვენს გავიხსენოთ, ვინ არის ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რა გააკეთა მან ჩვენთვის, ვინ ვიყავით, ვინ გავხადა, რა მოგველის მომავალში. ჩვენი უფალი იესო ქრისტე ცოცხალია, ის ჩვენი მხსნელია. მოდით მისით ვინუგეშოთ და დღეს ვიდღესასწავლოთ აი ამ წმინდა ზიარებაში, როდესაც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას, გამარჯვება. ვიდღესასწავლოთ ჩვენი გამოსყიდვა, ჩვენი გადარჩენა, სოდვების პატიება და მივიღოთ მისი სიყვარული გულში და ასე უპასუხოთ აი ამ სიყვარულს საპასუხო სიყვარულით. იმიტომ რომ ღმერთს რო უყვარვართ ჩვენ, ის ელოდება ასევე ჩვენგანაც სიყვარულს, რომ ჩვენაც უნდა ვიყვარდეს ღმერთი. ამგვარად ლუკას სახარების 22 თავში ჩვენმა უფალმა იესომ თქვა: ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს ჩემი სისხლია, რომელიც თქვენთვის იღვრებაო. ყოველივეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად, თქვა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა აი ამ წმინდა ზიარებაში მივიღოთ მონაწილეობა და გავიხსენოთ, რა გააკეთა ჩვენმა უფალმა იესომ თითოეულ ჩვენთაგანისათვის. ეს წმინდა ზიარების სახურება იმიტომ არის დღევანდელ დღემდე, რომ თვით უფალმა იესომ დააწესა თავის ეკლესიაში და მეორე იმიტომაც ვღებულობთ მონაწილეობას, რომ უფალმა იესომ თქვა, ეს თქვენთვის არისო. იმიტომ ჩვენ გვჭირდება ზეციური საჭმელი და ზეციური სასმისი. იესომ თქვა, ჩემი სხეული არის ჭეშმარიტი საჭმელი და ჩემი სისხლი არის ჭეშმარიტი სასმისიო.